შეეცადეთ, რომ საზოგადოებამდე მიიტანოთ ეს აზრი. მე მზათა ვარ ამ ხალხთან ერთად ვიბრძოლო ივანიშვილის ჯიბეში იჯდეს და ბიძინა ივანიშვილის მოწყალება შეჩერებოდეს. მინდა საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენო იმ სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს გამოუცხადა ბიძინა ივანიშვილმა და მისი წყალობით ქართულმა ოცნებამ. პრაქტიკულად ის ცვლილებები, რომლებიც ეხლა იგეგმება საარჩევნო კოდექსში და რომლის ინიცირება და განხილვაც ხდება იურიდიულ კომიტეტში, მიმართულია იმისაკენ, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები აღარ იყოს. ვინმე შეიძლება ჩათვალოს, რომ ეს პოლიტიკური პარტიების პრობლემებია. მაგრამ მინდა დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ეს არ არის ჩვენი პრობლემები მხოლოდ. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების პრობლემები. ეს არის სახელმწიფოს და საზოგადოების პრობლემები. იმიტომ რომ ნებისმიერი სახელმწიფო დგას იმაზე, რასაც პოლიტიკური პროცესი ჰქვია. თუ სახელმწიფოში პოლიტიკური პროცესი და კარგი თუ ცუდი, მაგრამ არსებული პოლიტიკური პარტიები კვდება და მიწასთან სწორდება, ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო აღარ არსებობს და სახელმწიფოს ჩაანაცვლებს კორპორაცია, ერთი პირის საწარმო, რისი სურვილიც აქვს რეალურად ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ჩატარდა ეგრეთ წოდებული დემოკრატიული არჩევნები საპრეზიდენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებზე კი არ აღინიშნა ის ციფრები და კი არ გახმოვანდა, რაც მიიღო პოლიტიკურმა პარტიებმა. არამედ დაიწერა ის ციფრები, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ იქნა მითითებული ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის და დათვალეს ისე, როგორც თავად სურდათ. როგორც ჩანს, ეხლა შიში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების და მომავალი საპარლამენტო არჩევნების კიდევ უფრო დიდია, ამიტომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას არ ყოფნის კომისიის 13 წევრიდან 7 და ეხლა მას სჭირდება 13 წევრიდან 11-ვე იყოს ქართული ოცნების. მსგავსი რამ ნაციონალურ მოძრაობასაც კი არ მოსვლია ხელისუფლებაში და ძალიან მწუხვარ, რომ ასეთი სწრაფი ტემპებით ასწრებენ ცუდის კეთებაში სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ქართული ოცნება და მათ შორის ის დეპუტატებიც, რომლებიც წლების განმავლობაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ან ოპოზიციის რიგების წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც იბრძოდნენ ალბათ გულწრფელად მაშინ დემოკრატიული საარჩევნო გარემოსათვის, დღეს კი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოში არჩევნები აღარ ჩატარდეს. თუ იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციებს, მათ შორის ბატონ ბოკერიას, ეყოლება პირადი წარმომადგენელი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც არ არიან პარლამენტში, არც ერთ შემთხვევაში წევრი კომისიაში აღარ ეყოლება. ანუ ჩვენ არჩევნები ადგილობრივი თვითმმართველობის კიდეც რომ მოვიგოთ, დაუკვირდით ამას, კიდეც რომ მოვიგოთ არჩევნები, ჩვენ კომისიაში წევრი აღარ გვეყოლება. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არჩევნები უქმდება. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში ხმები აღარც კი დაითვლება, დაიწერება ის ციფრები, რომელიც შუშის სასახლიდან გამოვა. ეს არის ქვეყნისათვის ყოფნა არ ყოფნის საფრთხე. იმიტომ კი არა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის არის ეს პრობლემა. იმიტომ რომ ხალხს არჩევანის უფლებას ართმევენ. იმიტომ რომ ივანიშვილი ქმნის ქვეყანაში გარემოს და უკვე მასთან ერთად იურიდიული კომიტეტის, პარლამენტის ხელმძღვანელები და ყველა ის დეპუტატები, რომლებიც ამას ხელს აწერენ, ქმნიან ვითარებას, როდესაც დიდი ნაბიჯებით ქვეყანა მართლაც რევოლუციისაკენ წავა. შეუძლებელია 21 საუკუნეში საქართველოსნაირ ქვეყანაში არჩევნები გაუქმდეს და რამდენი ფულიც არ უნდა კონდეს ბიძინა ივანიშვილს. შეუძლებელია, რომ ამ ხალხმა და ამ საზოგადოებამ მოითმინოს ქვეყნის კერძო კორპორაციად გადაქმნა. თუ რა თქმა უნდა მე არ მეშლება და ქართულ ხალხს შენარჩუნებული აქვს ის ღირსება, რომლითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით.
საგანგაშო ვითარებაა, მეგობრებო. და არ ჩათვალოთ, რომ პარტიების პრობლემები თქვენი პრობლემები არ არის. ეს პრობლემები თქვენთვის უფრო მძიმე აღმოჩნდება, თუ ამაზე ხმას არ ამოიღებთ, ვიდრე ცალკეული პოლიტიკური პარტიებისათვის. იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს, თუ ისინი მართლაც პოლიტიკოსებს წარმოადგენენ. მაგრამ ქვეყნისათვის გამოსავალი ძალიან ბუნდოვანია და ჩვენ თანდათან უფრო და უფრო ღრმად შევდივართ ჩიხში, რომელსაც ქვეყნის გაუქმება ქვია.